აჭარის ფინანსთა მინისტრი უმაღლეს საბჭოს ფრაქციებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინეს და გასწორდა მხოლოდ ორთოგრაფიული შეცდომები. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ბიუჯეტი არასწორადაა დაგეგმილი. ოპოზიციას შენიშვნები რესპუბლიკური საავადმყოფო სტადიონის მშენებლობის და ხულოს პანსიონთან დაკავშირებით აქვს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ. დავით ბალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრით კმაყოფილია და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტზე შეჯერდნენ. თუკი თქვათ იყო მოსალოდნელი ის, რომ ჩვენი შენიშვნების განხილვა მოხდებოდა და რეალურად ან თქვათ მიღება ან არ მიღება, ეს მისაღებია, მაგრამ აქ რაც არ უნდა დაისვას, ყველაფერი წინასწარ არ მიღებისთვის არის განწერილი და ამ სისულელეში ჩვენ მონაწილეობას ნამდვილად არ მივიღებთ. რეალურად ეს შეხვედრა არაფრის მომცემი არ არის, რაც შეეხება შენიშვნებს, რომელიც იყო სტადიონთან დაკავშირებით, რომელიც იყო საავადმყოფოსთან დაკავშირებით, რომელიც იყო ხულოს პანსიონთან დაკავშირებით, ზემო აჭარის დაფინანსებასთან და კაპიტალურ ხარჯებთან დაკავშირებით, აი არც ერთი რამე არ გასწორებულა, არც ერთი რამე არ შეცვლილა და წარმოიდგინეთ, ერთ რაიონს აქვს დაუშვათ 15 მილიონი დაფინანსება, დანარჩენ რაიონებს აქვს 1,5 მილიონი ან 1,300,000. ჩვენ არ ვიწყებთ პროექტის გარეშე მშენებლობას, მათგან განსხვავებით, როგორც მას ბევრ საკითხებს აკეთებდნენ, შესაბამისად იქნება პროექტი და ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას. რაც შეეხება დანარჩენ დეპუტატებს, ჩვენ გვქონდა ძალიან კორექტული საუბარი, გავიარეთ შენიშვნების საკითხი და შესაბამისად ორ დღეში წარმოვადგენთ ბიუჯეტს იგივე მიმართულებით, როგორც იყო წარმოქმნილი. ჩვენ მიღებული ვართ გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით დეკემბრის 20 რიცხვისთვის უკვე გამომაცხადოთ კონკურს ახალი სტადიონის პროექტისთვის.